მოგესალმებით, მეგახლავთ გიორგი დარასელია და უცბად მინდა რომ მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც გასასასა შინახავთ, ცნეულებასა შინახავთ, ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ და ყველაფერი სიკეთე, რა თქმა უნდა, პატიმრებს განსაკუთრებით და იმ ადამიანებს, ვინც უცხოეთში ხარ და დღეს განსაკუთრებით მინდა უცბად იმიტომ ვთქვი თავიდანვე, რომ ჯარისკაცები მინდა მოვიკითხო, იმიტომ რომ მამა დავით ლონდარიძე ყავს სტუმრად, მამა დავითი რომ მოგზადება ხოლმე, ყოველთვის ეს ადამიანი არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და მისთვის კიდე ჯარი და აი ქართული სახელმწიფო არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნუ როგორც ყველასთვის, მაგრამ მამაოსთვის განსაკუთრებით და თელი თავის სიცოცხლე და ცხოვრება და მოღვაწეობა შეალია ამ ადამიანებს და მადლობა მამაო იმისათვის რომ ხარ, დიდ მადლობას მოგახსენებ და დაგულოცეთ თუ შეიძლება. მე დაგულოცოთ, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებლებს, რადიო მსმენელებს. ახლა ეს შენიქება ისე მე მადლობელი ვარ უფლისათვის თუ რამეთ გამოვდექი და იმსახურე ჩემს ქვეყანას თუნდაც იმ ჩემ უნიშნულო ცხოვრებით ნამდვილად მადლობელი ვარ და მადლობ ყველას ვინც ჩემთან ერთად ჩვენ გვერდში და იმსახურა აი ამ და ემსახურება დღესაც ამ დიდია სამშობლო სამსახურისა უფლის სამსახურისა ჩვენი შეერაგებული ძალების სამსახურის რომელიც არის მართლა წინახაძე ქვეყნის დაცვისა და რა ძალიან მძიმე სამსახურში ძალიან რთული სამსახურია და მინდა რომ მეც შეუვერდე შენ მელოცვას გილოცავთ ყველას ვინც გულში სამშობლო გიხურს სიყვარულების ვისაც ღმერთში გულში ქრისტე ყავდა ვინც მიდიხართ ამ გზაზე ძალიან რთულ გზაზე ქრისტეს ეკლიანი სულით იცოცხლე ძალიან დიდი მადლობა და მამაო რას პერიოდი მოვიდა ისეთი რომ ბრძოლა არის ადამიანის სულის გადარჩენა არ გადარჩენაში ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფება თვითონ ადამიანს სულიერ ბრძოლებში აი ამ ბრძოლებში როგორ უნდა გაიმარჯვოს როგორ უნდა შეამჩნიოს ზოგი საერთოდ ვერ ამჩნევს კიდევაც ამას და როგორ შევამჩნიოთ ჩვენი პირადი აი ესეთი ბრძოლები რომელიც გამოგვიცხადა ბოროტმა და არ გვანებებს თავს ხო, რთული თემაა. ახლა ეს სულიერ საფეხურის ადამიანებსაც უკეთეს იქნებოდა აი იმას ესაუბრა, ვინც ამ ჩართულობით ამ პროცესში მარტო მონასტერში დაუშვათ ამ ბერული ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ ერთშიც არანაკლებია ყველაფერი ეს. არაფერი განსხვავება არ არის იმათო გითხრათ, ამ ბრძოლის გზას ბრძოლის სული ცხონების გზას გადის. ერთშიც ყოფი და ბერშიც ყოფი. განსხვავებული იმაში არის სიმძაფრეში ალბათ და მაგრამ მე ბევრი ბერის გამომისმენია რომ აი ისინი ვერ შეძლებდნენ ერთში ცხოვრებას, იმიტომ ძალიან რთულია ერისკაცის ცხოვრება და თავისთავად ერისკაცი ამბობს რომ იქ ბერული ცხოვრება ძალიან რთულია და ვერ შეძლება. რთულია იქ, სადაც შენი ცხოვრების ასპარეზი არ არის, სადაც შენი ბრძოლის ასპარეზი არ არის. ეხლა არ ვიცი, როგორ გითხრა, მხონელი მთესველი ეხლა რომელსაც შეჩოულია ამ გუთანზე ხელი ჩაჭირებას და ხუნას, ის რო შუა ბრძოლაში შეაგდო იარაღი ბრძოლაში, ის თქო და ვერ იბრძოლეს, მაგრამ ის სადაც ის იბრძვის, სადაც ის შრომობს, ის მისი ბრძოლის ასპარეზია, რომ არ დააკლოს ხნულს სიღრმე და ესე პური მოუყვანოს ქვეყანას და ეხლა მეომარი რომელსაც მუდმივად იარაღი უჭირავს ხელში და არ აქვს უნარჩვევები, მაგალითად მიწის ხუნისა, ის იქ არ გამოდგება. ყველანი ჩვენ ადგილზე უნდა ვიყოთ, ყველას კარგი, სადაც შენ უფალი მიგწყემს, სადაც მიგიყვანს, წინა არ უნდა გაუწიოფას წინააღმდეგობა და სიმართლე გითხრათ, მე ჩემი ცხოვრება სულ ესეთ რაღაცა განცდა მქონდა, რომ სულ ეწინააღმდეგობდი და ხვდებოდი, რომ ჩემ გვერდში იდგა უფალი, ასე რომ ჩაავლებ კამარში ადამიანს კაცხელს და არ აძლევ საშუალებას, რომ იქით გადავიდეს, გადაუხვიოს და მე უკვე მოდის გამოცდილება, შენი სულიერ გამოცდილება, რომ ხო, აღარ შევეწინააღმდეგები და უფრო ამ დროს მოდის უფრო მეტი შედეგიანობა შენი სულიერ მოღვაწეობის. მთელი ადამიანის ცხოვრება სულის გადარჩენის მსახურება, ეს არის მისი მიზანი, ეს არის ეკლესიის იმიტომ შექმნა უფალმა რომ სული ცხონების წიაღის შექმნას დედამიწაზე ზეცა შეიქმნა, იმიტომ რომ გადარჩეს ადამიანი და ჭეშმარიტება სწორედ ეს არის მამა გაბრიელი ამო ჭეშმარიტება სულის უკტავებაშია, მარადიულობაშია და ჩვენც ამას უნდა ვემსახუროთ. ერთი მხრივ მაგალითად ბენმონაზნობა მაქსიმალური მსახურებით და ჩვენ არა ვართ მაქსიმუმ მსახურებაში, იმიტომ რომ ჩვენ ოჯახები ყავთ, ეთესამგებლობა ვართ, ყავს შვილები, მეუღლეები და ასე შემდეგ. თუმცა კიდევ ამ შემთხვევაში პრინციპულად ვექტორი არ იცვლება, ჩვენ მივდივართ ორივე, ყველანი სული ცხონებისკენ მივდივართ და ამ გზაზე მრავალი განსაცდელი ეღობება ქრისტიანს, ძალიან მრავალი განსაცდელი ეღობება. ერთი მთავარი არჩევანი იცით, აი მარტივად გავამარტივოთ, საკითხი გავამარტივოთ. ხა სულიერ ბრძოლებს საკითხებზე რო არ დავიწყო ლაპარაკი, რომელიც ჩემთვის ძალიან ალბათ არ იქნება სწორი, აქ სხვა ადამიანები ეჯდეს მაშინ, მე ვიტყო და უბრალოდ აირჩიოს სწორი
ვექტორი, მე მოვიდა სწორი ვექტორი, სწორი მიმართულება და სწორი მხარე აირჩიო. როცა შენ სწორ მხარეს ირჩევ, მე ამ ბილიკზე, ამ პოზიციიდან, ამ ვექტორზე მავალი, შეიძლება მრავალჯერ დაიეცე, წაიქცე, შეგეშალოს, არ გამოგივიდეს სწორედ რაღაცები, მაგრამ თავარი აქ დგომი ადამიანი ადრე თუ გვიან ღვთისშეწევნით ეკლესიის მხარდაჭერა აუცილებლად მივა მიზანთან, მივა, რადგან ამ ბილიკზე დგას. არ შეგვეშალოს, ავირჩიოთ სწორი მხარე. ხა მოდით როგორ გავსაზღვროთ სწორი მხარე, სად არის ყველაზე რთული? ჩემთვის რაც ათეისტი, მოდით ვთქვათ, თეისტი გახვდი, მივხვდი რომ ღმერთი განაგებს რაღაცა, მე ხო რელიგიურ არჩევანი დგება. შენ როცა მიხვდები რომ შენ ათეიზმი აბსოლუტურად არასწორია და მე მიხვდები რომ ღმერთი განაგებს რაღაც ძალა, მე უკვე შენ არჩევანის წინაშე დგეხარ, რომელი რელიგიური სისტემა ავირჩიო, რომელი იქნება სწორი, რომელიც მე მხარე, ანუ მხარედ რომელი ავირჩიო, რომელიც დაუდგენე მხარში, რომელიც დამიდგება მე მხარში, აი ამ ბილგზე მავლობისათვის. სიმართლე გითხრათ, ეხლა მყავდა მეგობრები, ბუდისტებიც იყვნენ, კრიშნაიდებიც იყვნენ, იქაც ცაადე ვნახე, მაგრამ პასუხები ვერ მივიღე, ძალიან მრავალ პასუხები ვერ მივიღე, ვერ ახსნა ჩემი შინაგანი სული ვერ დააკმაყოფილა. იქ მეორესანაც ვიყავი, მაგრამ იქაც არ გამოვიდა. მე ხალ რატო მოვედი, მოდით გითხრათ, რატო მოუვარ ეს შორიდან ესე შორიგზეთ, იმიტომ რომ მეგონა რომ ქრისტიანმა ვიცოდი, ასე თუ ისე ვიცოდი. მეგონა და ნუ რაღაცებია სინამდვილეში გაირკვა, როცა აი ამათა შეხებაში, ამ რელიგიებთან სისტემათა შეხებაში მივხვდი, რომ თურმე ქრისტიანმა საერთოდ არ მწოდნია. მეგონა რაღაც გარეგნულად ხედავდი რაღაცას, ხშირ შემთხვევაში აგიტაციის გავლენის ქვეშ ვიყავი მე ამ ათეიზმისა და უშა და ამ ნეგატიური ზედაპირული რაღაცეებისა და როცა მე აი აქ ამით დასე დაუკმაყოფილებელი სახარებაშთან მოვედი და ჩავიხედე ნახე რომ თუ რამხელა სიღრმე რამხელა სიმაღლე აქვს ამ და უამრავ პასუხს უამრავ კითხვაზე გამეცა პასუხი და აი აქ დადგა ჩემი არჩევნის მომენტი მე ხლა მივხვდი რომ მე ღმერთი ვიცა, მაგრამ ჯერ არ ამირჩევი ობიექტურად, რომელზეა ლაპარაკი რელიგია და აი აქ უკვე ნელა შევედი ეკლესიაში, დავიწყე იქ დაკვირვება, სხვა თვალი დავიწყე დაკვირვება ყველაფრის, სხვა შევხედე ყველაფრის ამას, შემდგომში პრაქტიკა და თეორია, რა პრაქტიკაში შემეცემ საფუძველი და თეორიაში ხმავდები, მე უკვე თავისთავად დავდექი მხარეს რომელმაც შინაგანა, იცით რა, ერთი ადამიანი და რა გიდასტურებს რომ შენ სწორი მხარე აირჩიე, რა არის ის? შენ ძახი ხო მეს ავირჩიე. რა გიდასტურებს შენ რომ სწორი მხარე აირჩიე? იქნება არ აირჩიე სწორი მხარე. ეჭვი ცხოდგება ამაზე. ეხლა ორი მომენტი, ერთი ხარ თავდაჯერებული ადამიანი, მეორე ხარ გულდაჯერებული. ეს ორი განსხვავებული ტერმინს ვიყენებ ხოლმე. თავდაჯერებული ხარ, უბრალოდ ჯერა შენ და შენი ადამიანური ძალისხმევით, შენი გონებით მიხვდი რომ ხო ეს სწორია და რამდენი ნახეთ ამას რამდენი შეცდომა მოყვება თან, უბრალოდ თავდაჯერებული ხარ. რამდენია თავდაჯერებული არასწორულ გზაზე დამდგარი და რამდენი აი გულდაჯერებულობა სხვა რამეა. იქ შენი შინაგანი ღმერთი გიდასტურებს, რომ შენ სწორი აქ ახლა და რაღაც შეივსე, რაღაცით აივსე. იქ გაკლდა რაღაცა, აქ გაკლდა რაღაცა, იქ კითხვები იყო, აი აქ რაღაცა უამრავი ნაწილი თუ აი წყურილესო წყარი დაგაწყურებს, რომ დაალევჭი წყალზე. აი ეგეთი რაღაცა მოხდა ჩემში და მე მივხვდი რომ ეგ ჩემი მხარში მდგომი და ჩემი ბილიკი იყო აი ეს და დავდექი აქ. ეხლა ამას რა თქმა უნდა დაეხმარა ის რომ ჩემი კულტურული მდგენელი რომელიც ეთანხმებოდა ამას ესთეტიკური განცდა თუნდაც ფერადოვნებისა ეკლესიაში ფერებისა გალობისა ქართული ესთეტიკური მხარე ხო მე რუსეთშიც ვარ ნამცხოვრე და ვიცი იქ რუსეთში აი ესთეტიკური მხარე ეკლესიის წყობისა მოწყობისა ფერებისა ჩემში არ არის თანხმედრი იმიტომ რომ მე სხვა ესთეტიკის ადამიანი ვარ მე ქართველი სხვანაირი ფერით აღიქვამს ხო ამაგალად რუსისთვის მაგ ისპანაკო პირობითად წითელი და ლამაზი ერთი და იგივეა კრასნი კრასივი ფუძე და ჩემთვის წითელი არ არის ლამაზი ჩემთვის მეწამულია უფრო შინისფერია ლამაზი ოქროპ ჭყვინავ ჩემთვის ეს არ არის ჩემთვის ვერცხლფეროვანი უფრო ლამაზია თუნდაც ხატერზე განმოტანი და აი მხოლოდ გალობა მე ხო ეს საერთოდ გალობა იყო ჩემთვის რაღაცა გამაოგნებელი მომისმინე და ამ ყველაფერით ამა ჩემში შინაგანი თანხმობა მოხდა და მე ესე ავირჩიე ეს ჩემი მხარე მივხვდი რომ მე ყოველი დღე ყოველი წუთი თუნდაც წინააღმდეგობისა, შინაგანი ბრძოლებისა, ყველაფერი ამ პროზაულობისა რაც ხდება და რაღაც ეკლესიის გარშემო რა რეალური მაგალითებისა და ნეგატიური მხარეებისა, ყველაფერი ამას კი არ
მიდუნებს ამას ყველაფერს და კი არ გურს კი არ მეტეხავს პირიქით აღმართებს ცეცხლით რომ თუ სადმე სუსტი ადგილია იქ უნდა გაძლიერდეს შენ თუ დაინახე სხვა რომ არ ლოცულობ შენ უნდა ილოცო და სხვა არ მარხულობ შენ უნდა იმარხულო მაშინ რომ ეს სისუსტეები შეივსოს ეს რაღაცა ნაპრალები უნდა შეივსოს ვიღაცა ამოს აი იქ რა ხო ვიცით ეხლა თუ გახდება იყენებენ მე ამას სუსტ ადამიანებს ამით აპყულებენ რომ აი ისია ხო ახლა მე რეკიცით აი რაღაცა სულიერ გაუნათლებლობის თემასაც აქვს ლაბარაკი არ შეიძლება იყოს რამე ადამიანური ინსტიტუცია რო იქ არ იყოს ხარვეზები ნაკლოვანებები თავისთავად ადამიანი ქმნის ამას ყველაფერს ამას მაგრამ შენი წმენდელობაში მდგომარეობს რომ აი ამ ადამიანების მიერ შევსებულ შექმნას ინსტიტუციას სათავეში ქრისტე უდგას რომელმაც დაარსა კიდევ სულიერად მისტიკურად დაარსა ეკლესია ეს არის ეკლესიის გარეშე ჩვენი ეკლესიის გარეშე მართლმადიდებლობის სარწმუნოების გარეშე არ არსებობს სული ცხონების სადმე სხვა გზა კი ბილიკი და რამე ნაბიჯი არ არსებობს. იცით როგორ არის მიყავს მე აი ხა მე იმ დღეს ვესაუბრე ადამიანს ვესაუბრე და როგორ გული დამწყდა იცი ახსენებს ქრისტეს უყარს ძალიან ქრისტე არ ვიცი ისეთი საოცარ ემოციებს ლაპარაკობს მაგრამ ეკლესიის წევრი არ არის და ამ საუბრის მერე იცით გამიჩნდა ეჭვი რომ მე თქვი ეს კაცი სწორე მაგრამ ბოლოში ისეთი საოცარი ხიბლი გამოაჩნდა ამ ადამიანს. ისე, იმიტომ რომ ეკლესიის წევრი არ იყო და თუ ეკლესიის ცოცხალი წევრზე ლაპარაკობ, არა ხარ. ქრისტე როგორც არ უნდა ახსენო, როგორც არ უნდა გიყვარდეს, არის მხოლოდ შვინვიერი, გრძნობიტი, ემოციური და არაფერი აქვს შეხება ქრისტესთან. და რა არის ქრისტეს? ეს არის ტკივილიანი განცდა. ტკივილიანი განცდა, ღვთის ცხოვრება, თავგანწირვა, ურთიერთობის ტკივილობა, სხვა შემთხვევაში რჩება ეგოიზმი, რაც სატანურია. ეგოისტი თავისთავად სატანურია. სატანა ეგოისტია თავისთავად და შენც ამას გახვევს თავზე რომ იცი რა იცხოვრე რა ერთი წუთი დარჩა ცხოვრება, მოკლეა ცხოვრება, დაგიდებს რაღაცებს და მე უკვე აი როცა ეუბნები რომ შენ ეგ არ არის ქრისტიანული ცხოვრება. ეგ არც ცხოვრება და იცით აი მე რაღაცა უნდა ქონდეს განათლების სიღრმე ძნელია სხვა მაშინ შინაგანი სხვა რწმენით უნდა გწამდეს თუ ეგრე შეიძლება გამონათლებლად ადამიანს თავი დაასდებს მაგრამ დღეს უკვე სხვა დროა დღეს გონება ისეთი ურჩია რწმენა ისეთი ცული მოსაპოვებელია მოსახვეჭია რომ აუცილებლად ვალდებულია ქრისტიანი თვითგანათლებისათვის ადამიანი დღევანდელი მრევლის წევრი იქნება გინდა ღვთელი იყოს თუ დაამთავრა სემინარია და მან აიღო და ჩაუწერა ღვთისმეტყველი და მეც არაფერს არ აკეთებს და ჩათვალეთ რომ ისე მალე დაკარგავს ამ მონაპოვას აბსოლუტურად როგორც მრევლიც ამავედროს ის ვერ დაიკარგება დროში დაიკარგება დაიბნევა თუ არ გააღრმავა თავისი თვითგანათლება ქრისტიანული აი ეს ყველაფერი ერთად კრებითად იღებს აი შინაგანი გულდაჯერებულობის მომენტს და მე შინაგანი გიდასტურებს რომ ხო შენ სწორი ხარ მე უფალი თუნეის შენ დაინახავ შენ თავს რაღაცა ბრძოლების შემთხვევაში რომ რაღაცა შეგეშალა დაეცი მიხვედი სინანულით ადეკიმ სხვა გზა ცხონების არ არსებობს სინანულის გარდა თუ ვინც ამ გზაზე არ დადის ამას არ აკეთებს ის ამ ხელას ამ საიდუმლოში არ მონაწილეობს შინაგანი სიღრმისეულად ის აცდენილია რეალობას სხვადასხვა ბერძნული სიტყვა ცოდვა ნიშნავს თარგმანში აცდენას ხო, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ახლა რომ თუ შენ ცოდვა არის მიზანთან აცდენა. შენი მიზანი არის სული ცხონება. ცოდვა კიდე ამ მიზანს აგაცდეს. და რაც უფრო ხანგრძლივია ეკლესია გიკეთებს აი ხა რა ვიყო შევადარო სნაიპერის სწორ კორექტირებას ბინოკლის ხო მიზანთან სწორია თუ ეკლესია ამას გიკეთებს დაეცი მოდი ჩემთან მოდი ეს გააკეთე მოძღვართან ურთიერთობაში გაგისწორებს ამ ბინოკლს და სწორი მიზანთან მიდიხარ თუ არა შენ თორე აქ თუ შენ 1 მილიმეტრი შეგეშალა უკვე შენი ცხოვრების 10 წლის მერე იმხელა აცდენა გაქვს რომ ამის უკან დაბრუნე და მოხოჭა მერე ამ ეს შინაგანი საკუთარ თავზე წარმოდგენები შენ რო კარგი ხარ ნეობრივად კარგად ცხოვრობ პირობითად მიუხედავად იმისა ეკლესიაში არ დადიხარ და უშო და ეს ყველაფერი იმხელა ხიბლს გძენს რომ მე უკვე იცი ამ ხიბლის სიმაღლიდან რეალურად ვეღარ ხედავ შენ სიტუაციას და აბსოლუტურად არაფერი აღარ ეჭრის თავარი შენი მე მიზანი არის არ არის ჭეშმარიტების ძიება არამედ საკუთარი პოზიციის გამართლება ან მამაო თურმე აი ხიბლში რო არის ადამიანი მამები ამბობენ რომ ერთადერთი სამების ძალა შეუულია ამ მდგომარეობიდან განკურნოს რა მე პატრიარქად მომისმენია ესა მე ხო მართლა ეს არ ვიცი დაცემის უმაღლესი ძალიან მძიმე
ამონტყოფობრივი მდგომარეობაა, რომელიც მთლიან ანთროპოლოგიას მოიცავს, ეს სხეულები მდგომა წარმოდგენები, წარმოსახვები, აქ იმ შინაგანი მისი შინაგანი იმდანაც შეიცვალა, რომ ის შინაგანი მის სიმართლეს უდასტურებს. იმ წამების გამონათებაში, როცა შენ მიხვდები, რომ რაღაცა არ არის სწორი, მთელი შენი ენერგია იმით გეხარჯება, რომ ეს დაივიწყო შენ თვითონ და არ მიცე თავს უფლება, რომ და ეს ბრძოლი რთულია, ძალიან ძნელია. მთელი ცხოვრება ჭიდილი შეიძლება 90 წლის იყო და იქაც იმხიბლს ებრძოდა. რატო ჭირდება ამ სამი სასწაული? იმიტომ რომ არანაირი შეგონება, არანაირი სიტყვა ამ დროს უკვე აბსოლუტურად უძლურია. ადამიანი მართლაც უნდა მოიყვანოს, ასე კრავი მხრებზე მოიდოს მაცხოვარმა, იმას შეუძლია მხოლოდ ამის გაკეთება და დააბრუნოს ისევ კვლავ და ამიტომ ჯობია ვიდრე ღმერთმა აიფაროს ყველა და ყველაფერი აი ამ მდგომარეობიდან მისვლისათვის, რომ რაც შეიძლება ეკლესიაში ვიყოთ, იმიტომ რომ იქ არის ამის სურვილი, მოძღვართან ცოცხალ ურთიერთობას ვლაპარაკობ. სარკეა რა, ხედავ. ხო, ის დაგამდაბლებს, იქ მიხვდები, შენ თვითონ მიხვდები, იქ ანგელოზები გასწავლიან, არ მარტო მოძღვარ ლაპარაკობს იქ. შენი მთელი ფარველი ანგელოზები, მთელი ანგელოზები იქ არის, საუბრობს, მთელი ზეცა იქ არის და შენ შინაგანად განესწავლებ, რამდენი მიგძუნია, ამჯერ მიხვდები, სადთან ვიცი ეს მithkoms, აი და საწყის ეტაპზე შეხება არ მქონდა საერთოდ სულ ლიტერატურასთან, საიდან ვიცი მithkoms, სხვა გზა არ არსებობდა ეკლესიიდან წამოსულს მიხვდი რომ ეკლესიაში მივიღე ეს ცოდნა მართლა მისტიკური ხაზით, იმიტომ რომ მე ვეძებე ამ მასალა წავიკითხე რა თქმა უნდა იქ რაღაცები, მაგრამ თავარი ეს ხო კიდე ერთი ბიძგი იმისათვის რომ ეკლესია ხო, ვინც ეკლესიის გარეშე არ არის, დღეს მით უმეტეს უკვე აცნელია მართლა იმ ჭეშმარიტების მიზანს და მივაქციოთ საკუთარ თავს ყურადღება, გურს მივაქციოთ ყურადღება, როცა შენ რამე წარმოდგენ, შენ თავზე წარმოიდგენ რაღაცა სურვილი გაგიჩნდება, რა არის ეს სურვილი, რა მხარეს დგას, შენი არჩევანი საით იქნება უფლისაკენ დავუშვათ თუ ბოროტისაკენ. შენმა სიამაყემ რომელსაც შენ რაღაც რეალურად შეგძინა, არის მედიდი ადამიანი და არის ცუდმედიდი, ხო? ერთი მედიდია რომ რაღაც მართლა აქვს იმას კაცები ნიჭებიან, მართლა შეიძლება ამას შეძინოს მედიდობა ადამიანს, ანუ გაამაყდეს, მაგრამ ადამიანები მეინახავს რომელსაც საერთოდ არაფერი არ აქვს და მაინც კიდე მაღალი დამპარტავანია. იმას ცუდმედიდი ქვია. ეხლა ხო, ესე სიტყვა ეს კარგად გამოხატავს მდგომარეობას. ერთს აქვს კიდევ ვიძა ობიექტური მიზეზი რომ ცოტა გაამპარტავდეს მაინც და მეორე საერთოდ არ აქვს მიზეზი, იმიტომ მაგრამ ცუდმედიდი იმიტომ ქვია. ხო, თავდავლობა უპირველეს ნიშანია ქრისტიანობის. ეხლა მამა, აი როგორ უნდა სხვათა შორის მამა, აი ეკლესიაში მომავალ ადამიანს რაც აბკოლებს, აი ამას როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ, იმიტომ რომ რეალურად რაღაცა მიზეზები არის, ოღონდ ეს მიზეზები შენთვის ახანც პატარა ხარ, იმიტომ ჩდება რა. დიდ ადამიანს ეს მიზეზები უბრალოდ არ ექნება, იმიტომ რომ ის მიზეზები, რასაც ჩვენ ვიყენებთ ეკლესიაში, რო არ ვიაროთ ამის საბაბად, ხო? ეს მიზეზები არის, იმიტომ უბრალოდ რომ ჩვენ ვერ დავინახეთ იქ ღმერთი და რაღაცა პატარა ჭანჭიკებს მივხევით, თორე ეგეთივე პრობლემა შეიძლება ხვალ ჩვენ გავხდეთ იმ ეკლესიისათვის თუ მივედით, ხო? აი შემთხვევაში მამა, ვინც გვაბკოლებს, მაგალითად, ხო ხდება ხოლმე მართლა არის რეალური მიზეზები იმისა, თუ მართლა იქ დაიწყებ ყურება, აი პლინტუსის ქვემოთ რა, თუ ამას დაიწყებ ვიღაცა ადამიანი თუ განსაზღვრულ ეკლესიას, აუცილებლად შენ შეიძლება მაგით ვერ მიხვიდე ეკლესიაში და როგორ მივიდეთ ღმერთით, მამო, იმიტომ რომ ღმერთით რომ მიხვალ, იმას ვერ დაინახავ, ან თუ შეამჩნევ, მამო, შეგეცოდება და მიხვდები რომ აქ საერთოდ ეს არ არის დასანახი. თუ შეიძლება, მამო, აი ეს როგორ უნდა გადავაბიჯოთ ამ ყველაფერს რა. დღის განმავლობაში აი განსაკუთრებით წირვისას ზიარებისას ამ პროცესში არ მახსოვს დღე წირვისა რომ იქ არ ეს ცოცხალი მაგალითი იმისათვის რომ ადამიანი როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა კავშირი ცოცხალი უფალთან, როგორ შეიძლება დაბკოლდეს, როგორ შეიძლება დაეცეს, ფეხი წამოაკრდა, როგორ გრანატ ხდება. ახლა მოდის ადამიანი, მე უყურებდი ახლა იმ დღეს, მოდის ადამიანი მიდის მოძღვართან, მოძღვარი ეკითხება რომ იცი და მე თქვენ პირველად ხედავთ და მითხარით თქვენი მოძღვარი ვინ არის, რომ მე თქვენ ზიარება მოგცემ, გავთ მაგ კურთხევა, გამოკითხა ამ კაცმა. ამას ეწყინა. და გამოვიდა გვერდზე და მამაოს რაღაცა მიაძახა, როგორც ის თუ თქვენ ეს რაღაც ხო ეხლა გამოვიდა მე შევხედე აუხსენე მე ეხლა ამას. ეხლა ის კი არ აუხსენე რომ მოძღვარი და მოვთხარი შენ ეხლა ზიარების არსი რო გწოდნოდა და რას სიწმინდეს ეხებოდიო გწოდნოდა. ამას ვერ შეამჩნევ. საერთოდ ამ მოძღვარს რო ერტყა შენთვის და ამას ფეხები ჩაუვარდებოდა, ეხლა შეეხვეწებოდი რომ მეტი ხოვიდი და მოღონ 50-ს მიმაღებინ.
აი როცა ადამიანი ამაყია და ამპარტავანია და მე რო უკვე იცით ეშმაკი ამ რაღაცებს დაუსრულებად მიაწოდებს იმან არ მოვდივარ იმიტომ მე ეკლესიაში არ მივდივარ იმიტომ რომ იმან მითხარო აქ ჩემი ადგილია და გაიწი აქ მე ვიდექი ხო კარგი შესაძლებლობა გადადი იქით თავარი ეს ხო არ არის შენ ამ კაცთან ხო არ მოხვედი ეს კაცი ხო არ არის შენ მასპინძელი აგე უფალია შენი მასპინძელი მოხვედი მასთან ურთიერთობისთვის მოხვედი და ხა შენ რო აი მიხვიდეს სიცოცხლის წყაროსთან და ხო და რა დანარჩენს რა აზრი აქვს ვინ რა გითხრა როგორ გითხრა ტაძარი დაგეშლე ხო და აი ამ დიდი გააზრების გარეშე როცა მიდიხარ მაშინ რა თქმა უნდა იქ ყველაფერი შენთვის დამკოლების ლოდად შეიძლება იქცეს და ხო მივდივარ და ამიტომ მომზადება იწყება საღამო როცა ვიწყებ მომზადებას ლოცვის მერე ლოცვა განგაწყობ შენ ამისათვის ხო გეუნება რა გააკეთო მე მოდიხარ საზიარების თუნდაც კითხულობ და დილით რო დგები და მოდიხარ გახსოვდეს როცა მოდიხარ სად მიდიხარ რისთვის მიდიხარ ვის წინაშე უნდა წარდგე ხო და სულ ვეუბნები ჩემ რელს რომ როცა მოდიხარ აქ შემოხარ დაივიწყეთ ყველაფერი შენახარ და ღმერთი ხარ დანარჩენი ყველაფერი საუბრები ხელს გიშლის იქ მეგობრული იქნება რამდენი არ გინახი ეს ადამიანი როგორ გამოჯამთელდა თუ რაღაცა მერე უკვე როცა დამთავრდება ყველაფერი ნუ კარგავთ ამ მადლს იმიტომ რომ მერე ეს განწყობები ვიცი შენთან იმიტომ გიხარია და შვინვიერი გზნობა გაგრა კარგია იქ ვიღაცას ხელს უშლის ერთი მერე შენ გიკარგავს უფალთან წარდგომის ამ კრძალვას თავდაბლობას და მერე უკვე იცი რაღაც მერე რა შემოდი ხარ ასე თქვა царელი და გახვედი царელი მადლის გარეშე ვერ გამდიდრდი შინაგანა და მithumet ეს მადლი ხო უნდა შენში გამრავლდეს ტალანტის სახე და მთელი კვირა გეყოს ხო მე ესე მოდიხარ დავუშვათ აქ ხო და ყველაფერს ამას არ არსებობს სული ცხონების საკითხზე შემთხვევაში არ არსებობს წვრილმანი და მეორე მნიშვნელოვანი ყველაფერი უმთავრესია და თან მამა შეუმჩნეველი უნდა დაშ აი თუ ამას ამჩნევ მამა ესე იგი შენ არ მისულ ხარ იმათ ერთხელ როგორ მახსოვს რომ თქვენ თქვით მამაო და მაგას ძალიან ბევრჯერ გამიმეორებია რომ როცა ეკლესიაში მიდიხარ შენი გაჭირვება გაქვს ხარ ჭირის უფალი აი ხა რომელი ჭირის უფალი ამჩნევს რომ მოდიან ადამიანები მათ ნაკლს ხო იქნება თან მამაო აუცილებლად ეს თუ არ იქნება შენ ესე იგი რომ მიხვალ ხო და ამას ეს ბრძოლები არ იქნება მამაო ესე იგი შენ იმ მადლს ვერ მიახლებ ისე ხო და ეს იქნება რომ შენ დაგაყვედროს იქ რაღაცა გადაგახვევინოს მიზანს ბოროტმა რა და ჩვენ გვაქვს ერთი რაღაცა მიზანი რომელიც ქრისტესთან მიახლება და იქ გვერდზე აქეთ იქიდან ეს შემშლელი ხელის ფაქტორები იქნება სადაც ბრძოლა არ არის გამარჯვება სადაც ბრძოლა იქ არის სწორედ ცხონების წიაღი სადაც ცხონების წიაღი არ არის იქ ბრძოლაც არ არის და არც გებძვის თავის თავად მამა ბევრი გულნატკენი ადამიანი და მინდა რომ აი უბრალოდ მართლა ალალათ აი შეიძლება არ იმსახურებდნენ და ვიცი რომ არ იმსახურებენ ბევრს უთქვას იქ მესანთლე ცუდად მომიქცა იქ ხდელი ცუდად მომიქცა იქ ვიღაც მეუფე ცუდად მომიქცა მაგაზე არ არის უბრალოდ აი რომ მოგექცა ჩვენ როგორ გადავლახოთ იმიტომ რომ ამის უკან ძალიან ბევრ სიმდიდრეს კარგავთ მამაო და მაგითო ძალიან ბევრს კიდევ ამ თავარია აქცენტი არ ყველაფრის თვალი უნდა ხუჭოთ შინაგანი თვალი გავახელო ხოლმე ღმერთთან ურთიერთობაზე მილიონი კაცი რო იდგეს სადაც არ უნდა იდგეს გასვლოდეთ და შენახა და ღმერთია დანარჩენიც არის მაგრამ ეს არის მეორე მესამე მნიშვნელოვანი საკითხებია და ჩვენ თუ ამაზე გადავიტანეთ და თავარს დავკარგავთ რატო ჩაიძირა პეტრე იმიტომ რომ ზერა უფლისგან გადაიტანა ტალღებზე ანუ რაღაცეებზე მეორე მნიშვნელობაზე შიშზე გადაიტანა და შეშინა შიში და დამდგავს აი ამას აუდიოტრენინგის სახით უნდა შენ აკეთებდი ამას რომ ეხლა იქ მივალ არ მინდა უნდა დავდგები ამას კარგად მეუბნები ნუ გევიხურხულებად დაუქნიეთ თავი პასუხად ის მიხვდება ნუ ჩაებმევით ამ საუბარში ხო არა რაც მეტი ამისგან არის უკეთურებისგან არის ასწავლეთ ერთმანეთს ქრისტიანობა მიეც მაგალი ქრისტიანობა ზეპირად ყველა მიცის ეს მაგრამ როცა კი საქმე მივიდგებ არავინ არაფერი არ არის გუში მოვიდა ეკლესიაში აი ესე მდგომარი იმიტომ რომ ვერ მოემზადნენ ეს მობილიზაცია ვერ გააკეთეს აი მეორეზე და ემოციურზე გადაიტანეს რაღაცები და არა აი კიდე აი იცით აი შენ რომ მიდიოდე უკვდავების წყაროსთან და სადაც შენ მიდიხარ ეგ და აი არ ვიცი გინდა მომაკვდავი გელოდება სახე და იქ რომ მიდიხარ გეონება უფალი მოგწემე შენ წამალს აი ამ დროს შეიძლება გადაიტანო რამეზე წარმოუდგენელია აი ესეთი ღრმა შინაარსნა მიდიოდი იქ სადაც გამიზნოდ მიდიოდი იქ და მე უფრო გიყვარს როცა შენ ეს მიდიხარ ღმერთთან მერე ყველა ინხელა მადლით შემოდი შენში რომ მერე
აღარც ის აღარც ხდება ალბათ თუ ვეღარ ამჩნევ იმას აღარც ის იმის ნაწყენობა გახსოვს ხო რაღაცა შეეშალა ვეღარ წხედავ ეს არის სწორი მდგომარეობა ეს იმას კი არ ნიშნავს ჩვენ რაღაცა მენტალურად გვაკლია ქრისტიანებს არა ამისთვის ჩვენ ამისთვის წუთისოფერი ასლან პატრონ წუთისოფერი ჩემთვის ტანჯულია და ჯვარცმულია მე კიდე მისგანა ვარ ჯვარცმული და ტანჯული ესეა სხვანაირი გზა ქრისტიანობის არ არსებობს ქრისტიანობა არ არის სიამოვნების ბილიკი, ვისაც სიამოვნება გზა უნდა, მაშინ ეს აცნენია ქრისტიანობას. სულ მაგ ვიხსენებ ხოლმე, ხევისბერი ამბობს, ჩემი ცხოვრება ფილოსოფია ასე ვთქვათ, ცხოვრება ტანჯვა და უმფალმა ადამიანი წვალებისთვის გააჩინა. ეხლა ეს ამ ყოფიერების წიაღშია, თორე იდეა ხო ჩანაფიქრში ხო ბედნიერება იყო და სიყვარული, მაგრამ როცა ამ წუთისოფერი აღწერა ხევისბერმა, რომ თუმცა უნისეს ეუნება სხვისი ხალი რომ მოეწონა ესეთია ცხოვრება, უამრავ რაღაცაზე მოგვიწევს უარის თქმა და ეს ნუ მივიღოთ, ეს გამოწვევა უნდა მივიღოთ, დგან სული ცხონი, ჩვენთვის დგას სული ცხონების საკითხი, ეს გამოწვევა უნდა მივიღოთ და დავდგეს სწორ მხარეს. და თუ შეიძლება მამო, აი ამასთან დაკავშირებით კიდე კითხავთ მამო, რომ აი მაგალითად ჩვენ ხელი შეგვეშლება ამ ცხოვრებაში, იქნებიან ხელი შემშლები რაღაცა. მიზანი არის ჩვენი სიტყვაზე რომ გავჩნდით, რომ გარდაუცვლებით ცხონდეთ, ხო? აი ეს როგორ უნდა წამოვწიოთ წინ, იმიტომ რომ აი ეს ხელი შემშლელ სიტუაციას უფრო წინწევ და იმისკენ უფრო არის ჩვენი მზერა მიპყრობილი ვიდრე აი სიმართლის გზისკენ რომელიც მაცხონებელია მამაო და ამიტომ კარგავთ ძალიან მაგრა ჩვენ ყველაზე მთავარს ჩვენთვის ღმერთს აი ხა წარმოგიდგენთ ხა ვიღაცა რო გაწყენებს და იქითკენ რო გადახვალ ხო რომ შენ გზას აცდენილი ხარ უკვე და იქ ეშმაკი ესეც 1000 მოგივლეს მამაო რომ რათა გზასაცდე ხო არა არსენალი 100 ცხოვრება რა გქონდეს და თითოეულ 1000 წლიანი ეშმაკს არ დაელევა ის არსენალი რომ შენ როგორმე გააცნულ თავარ მნიშვნელოვანი და მეორეზე გადაგატანოს მნიშვნელობა აი როგორც პატარა ბავშვს სათამაშოებს თავაზობენ ის ერთობა სათამაშოებით და აი ეს 1000 სათამაშოებს შემოგაჭეჭებს ხა ცოტა უნდა გვიყოს იცით აი უმაკონი უნდა ვიყოთ ვისაც მტრედი მაგრამ ძენიც უნდა ვიყოს უბრალოდ და გვენ უპალი ამას გვეუბნება და გვავალდებულებ ჩვენ ქრისტიანებს და აი ამისთვის კიდევ არსებობს ეკლესია ყოველი ფურცელი სახელმწიფო სახარებისა ყოველი იქ ეკლესიაში მოსმენელი ქადაგება და არ გეგონთ ახლა ღდელო ქადაგებს მაინც და მაინც ეს ქადა მე წეღავ თქვი რომ აი ანგელოზები დგანან მოციქულთა ქადაგება ისმის და ეს სულიწმინდის მადრიალებს და ის შენ გაძლევს სიბრძნეს არჩევანი ყოველთვის უნდა გაკეთდეს სულიერი არჩევანი როცა შენ სულიერ არჩევანს არ აკეთებ ეს არის მიწიერი ის არის ბროდის არჩევანი აი ელემენტარულად იმ კვირას ვეზიარი მოდი ამ კვირას აღარ ვეზიარები რა მოხდა ახლა არ წავალ იმ კვირას აი გარჩევანი გაქვს უკვე და რა წახვალ თუ არ წახვალ თუ წახვალ ესე იგი ღვთის არჩევანი გააკეთე სწორი არჩევანი თუ არ წახვალ არა მაშინ რა თქმა უნდა არასწორი არჩევანი გააკეთე აი ამ პრინციპულობით უნდა მიუდგეთ საკითხი იმიტომ სული ცხონება იმდენად უდიდესი მნიშვნელობის საკითხია ხა რაღა ექნა უფალს განკაცდა ჩამოვიდა 30 წელი შრომაში 3 წელი დევნილობაში და ჯვარცმაში იმიტომ რომ ეკლესია დაარსა სული ცხონების წიაღი და გითხრა მოდი და ცხონდი ხა ეს რო ესეთი ამხელა უფლის ამხელა შემოქმედების პროცესი მე რომ შენ ამას უარს ამბობ ან არასწორ არჩევანს აკეთებ აი არ ვიცი სინდის მიერად უნდა ადამიანს შეგწყვეს ადამიანს იმიტომ რომ ხა ამდენი გაკეთე ადამიანმა რომელსაც აღარს ახლა $1000 მოგცე შეიძლება ფეხით გაირბინო მთელი ქალაქის ბოლოში გახვიდე და აგერ გეუბნებია მოდი მადლობა ღმერთს ეკლესიები გამრავლდა ხო მოძღვრებიც არიან ჩადი და დაუსრულებელი სიხარული მიიღე კიდე ხა თუ შენ ამის არ წამს მაშინ ისიც აღია რომ ცედ მოწონე ხარ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია არა ეგეთ ადამიანის პრეტენზია დიდია ხო მე ქრისტესთან მივდიოდი და შენ ხელშია ეგ მათ მაგარი პრეტენზიებია მამო კი ხო არ ვიცი ხა მე მიყვა უფალი მარტივია და ამარტივებს ესე მარტივას თავაზობს საკუთარ თავს და ბოროტი ხლართავს 1000 რაღაცებს აკეთებს ამბიციებს ხო ძალიან ყველაფერს ამას გირთულებს ართულებს ეს ზოგ სირთულე გონია არის აი ინტელექტუალურ მიღწევის წვერვალი რაც უფრო რთულია მით უფრო მაღალი ინტელექტუალურია არა და ხრიკია გორდიას კვანდებიც არის აი მარტივად უნდა გაჭრა თორე სხვა არ გამოდა მოიშორო ის რაღაცა ყოველ დღე ჩვენ ახლა ამ პროცესში გამარჯვებიდან ბრძოლის პროცესში რა თქმა უნდა ეს ბრძოლაა
ბრძოლა, გაუთავისუფლებელი ბრძოლა. ბრძოლა მარადიულად ვიდრე ჩვენ ცხოვრებაში არ იქნება გარდაცვალების ის წამი მომენტი, ან მეორე მოსვლის დრო არ დადგება, მანამდე ქრისტიანი იბრძვის. ჩვენ მებრძოლი ეკლესიის, ჩვენ ეკლესიის მებრძოლი ეკლესია. ზევით გამარჯვებული ეკლესია. ჩვენ მებრძოლი თუ არ იქნება პროფესიონალი, მაშინ ეს დამარცხდება და თუ ბრძოლიდან გაიქცდება, ისიც ღალატიან და დამარცხებული მომარი. ამიტომ ვალდებული ხარ შენ, აიღო საჭურველი სარწმუნოებისა, ფარი სახარებისა, ჩაფხუტი წმენისა, შემოვიტყა ძალი სული წმინდის როგორც აღავლეთ პავლე მოციქული ამბობს და ესე მოემზადო. ეხლა მიამიტურად რომ რაღაცა არაფერს გავაკეთებ და მე ჯვარი მექნება და მივალ და მოვალ ხანდახან სანთელს ავატებ, ეგრეთ ეს დრო ცხონებისა გავიდა. ეს პირველ საუკუნეებში შეიძლება ყოფილიყო ეს, იმიტომ რომ ეს თავისთავად დევნილობაში უკვე აფსარებელობას და აღიარებას ნიშნავს, მოწამებას ნიშნავს. დღეს სხვანაირი ბრძოლის მეთოდი შემოიტანა ბოროტმა, ძალიან დახვეწილი, აი ბილძალას რო იტყვიან, არა მართლა დახვეწილია, უამრავი საშუალებებია გარდა სულიერისა ტექნიკური საშუალებებიც უამრავი აქვს, რომ რაც შეიძლება დააბკოლოს ადამიანი. ეხლა მარტო ის რა არის, რომ ადამიანი წიგნს კითხულობ და ტელეფონში გადავიდა. ეხლა იმიტომ შევკრიბე ჩემი მრევლი და ჩამოუთხარი, აბა მიხარ რამდენი ბოლოს ოდის წაიკითხეთ წიგნი. ზოგმა გაიღიმა, ზოგი ჩაფიქდა, მიხვდა რომ აი ამ ტელეფონის და ამ ტელესერიალების და იმ დრო იკარგება, რომ წიგნის კითხოს თავი დაანებეს. და გადავიდნენ ამ მოკლე ინფორმაციებს, რომელიც აბსოლუტურად არის მომტანი არის სიღრმეში არ გიშვებს. არ გიშვა და ეს ასკროლალ რო ქვია ტელეფონით, აი ესეთი რაღაცა და ესეთი ეს უდიდეს საცურია. მე მაგალითად ჩემ დროს დაცული ვიყავი ამისაგან, იმიტომ რომ ტელევიზორი, შავ-თეთრი ტელევიზორი ჩაგერთო დილნას საღამომდე კომუნისტურ პარტიის თემაზე ლაპარაკობდნენ და აზრიც არ ქონა მის ჩარდოს. ამიტომ ჩვენთვის თავარი რაღაცა ესეთი შინაგანი მოთხოვნა, ინტელექტუალური შინაგანი მოთხოვნა იყო წიგნზე. მუსიკაზე, მელოდიაზე, რაღაცა ესეთ. ხო, ცოცხალ ურთიერთობაზე. ეხლა ეს აღარ არის და ძალიან გაღარიბ და გაღატაკდა. ხო, უცოტი ქრისტიანი ამას ამბობს. მითუმ ეს რა ხდება, ნახეთ, მაშინ მოდი უნდა შექმნათ, ხო? რაღაც ისეთი ტექნიკური მოდელი, რომელიც ამათ არა შექმნილია ეკლესია, მოდიხარ შენ საძმოში, მოდიხარ შენ საკრებულოში, ერთად ვარ და ამით ერთმანეთს ძალავს ხედავ, თორე მარტო ხანდახან ისე გონია რომ დაინგრევა ქვეყანა, განადგურდა ყველაფერი, მაგრამ დავინახავ ჩემ რევთან ერთად რომ ამდენი ადამიანი ერთად ვარ, სხვა ძალა და სხვა ენერგია. ამიტომაც არის რომ ეს საყოველთაო ლოცვა განსაკუთრებული მნიშვნელოვანი და მადლიანია. სახში შეიძლება ლოცვას ადამიანი რა თქმა უნდა, მაგრამ აქ სხვა ძალა და სხვა მნიშვნელობა აქვს. მოვძებნოთ მომენტები, მოვძებნოთ რაღაც საშუალებები, ახლა ამას ეკლესიაც ქმნის ამის საშუალებად, ჩვენ შექმნათ, შეიძლება ახალი ტრადიციები შეიძლება. ჩვენ ეკლესია ვართ. ხო, რა თქმა უნდა, თვითონ ჩვენთაგან ეკლესიის. აბარა. დიახ, და მამაო, თუ შეიძლება ეხლა ჩვენ რაღაცა ვამბობთ ამას, ნუ ეს არ არის კარგი ეხლა, რომ რაღაცა ეს პრობლემები გასულ, ვიღაც შედიხარ და ვიღაცა მღვდელი ნერვებს გიშლის, ვიღაც მესანთლე, ვიღაცა სიტყვას იქაროსანი ერევა რა მოხდა მე და ვიღაცა სიტყვას იქ შესასვლელში ვიღაცა ნებისმიერი არ არის მაგის პრობლემა. სიტყვაზე იქნება. ეს არ არის კარგი, მე განავამბობ რომ კარგია და უბრალოდ აი იდეალური რატო არ იქნება, მამო, აი ჩვენ ხო 64 არ არის, ეხა იქ იგივენაირად შეიძლება ხვალე შენ მოექცე სხვას და ეს რო არის ეს ცუდია, მამო, რა თქმა უნდა, ხე ვინმე ეს არ ეგონს რომ ამართლებთ ეხლა რომ ვიღაცა ცუდად მომექცა მე ეკლესიაში, არანაირად. იქ ეკლესიაში უნდა ღიმილი იყოს, სულ ეუნები ხოლმე შევდი, არის მესანთლეს პირველი ეუნები ხოლმე, მეთქი შენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული ის ადამიანი რომ მოდის მე იმის იქით რომ წავა შეიძლება ძალიან დიდი ხალისი და იმით გააგზელოს მე ცხოვრება თქო აი თუ შეიძლება მამო ამ მომენტში მამო ჩვენც აი ეკეთკენ რა გვაკლია რა აი რა შეიძლება დაარიგო იმ ადამიანებს ვინც ხვდებიან მამო რომ აი ზოგი ხომ იხდით გაუხეშებულია ზოგს თავისი პრობლემა იმდენი აქვს მამო რომ ხო ხვდებით ვერ ერევა და ვიღაცა შეიძლება მრევლზე გადაიტანოს არ რაღაცა ხო არის ხოლმე რაღაც ჩემ მაგალითად ჩემზე გეტყვი არის რაღაცები რაც განსაკუთრებულად მაღაზიანებს სიმართლე გითხრა აი მაგალითად მაინტერესებს ძალიან მაღაზიანებს აი ხო და არის რაღაცები აი რა მაგალითად მაინც იცით აი რევლის არ შენიშნა მიგიცევა რა საინტერესოა გეხეწევით ხე მაინც ხო ეცოდინებათ ეხა თქვენ რევს პირველ რიგში ძალიან მაღაზიანებს აი არაკულტურული გამოვლინება ადამიანის. ახლა აი მაგალითად არ დაუთმოს კამი მოხო თუნდაც დაეჯახა და ბოდიში არ მოიხადა ან ქალი არ აი ჩემთვის რაღაც გამაღიზიანებელია ძალიან. მე ვერ შევეგუები ხოლმე მომენტს როცა ადამიანი აი თავის მაგალითით
ან ზოგადებს და აი ესე უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველანი ესე უნდა იყოს. ხო, სულ მინდა რომ არ შეიძლება ესე, ხო შენ ხა ეგ შენი ცხოვრები ნუ მოახო ყველაფერს თავზე. მაგრამ ცდილობ ხოლმე რა თქმა უნდა. ეხლა მესამთეს უხეშობა ეს ხო სისუსტის გამრავლება ყუდელმა თუ მაგალითად მსმენია რომ გაწყვიტა წირვა და გამოვიდა და დატუქსა მრევლი, ხო ეხლა ეგ რაღაც ხმამაღლა ხო არ არის მაგას ვამბობ ეს სისუსტეა და არა მისი სიძლიერის ან უფრო მომოსილების გამოვლენა არსად არ შეიძლება რაღაც ეს ხო სისუსტეა ხო ეს უნდა შეხვდეთ ამ მომენტს რამდენჯერ აი დამინახია სხვაში რაღაცა ისეთი და მე გამღიმებია ჩემთან ეს რამდენჯერ ესე ხო მოდი აბა როგორ გავაკეთოთ იცით მოდი იმ წუთში ნუ გექნება რეაგირება მის მაგალითად უხეშობაზე მის მაგალითად უნდაც რაღაც სხვა გამოვლენებაზე ნუ იცოდე რომ შენი სარკეა ხლეს ადამიანი ზუსტად შენ იყავ გუშინ ესეთი იქ ავტობუსში რადიოდი რაღაც ხო და აი ცოტა ესე შეხედე მოვლენას რა ეხა არბიტრი არ ახლა სად მოსამართლე ნუ იქნები კაცო შენ მოდი აი ესეთი ეს არის თავდადებლობა მე ეს მგონია და პირველში რა იცი პირველში უნდა მოითმინო აი პირველი რეაგირება იმ წამოვიდე კიდე რაღაცა შეურაცხყოფა თუ რაც იქნება უხეში დამოკიდებულება უნდა მოითმინო იმ წუთში კვეთრი პასუხი თუ გაეცი ეს უკვე არასტორია უკვე არასტორი პასუხი იქნება ემოციური მუხტი იქნება ძალიან ცუდი ამიტომ ჯობია გაჩერდე თუ მაგით ამეც სათქმელია მე მაქვს ესეთი ახლა ცოტა ესე ფეცხი კაცი ვარ თუ მაქვს აუცილებლად ვერ წარმოვიდგენიო თქვენი სიკიცე ხო და არ ვაძლევ თავისუფლებას ეხლა ასაკიც მიწყობს ამას პატარა ხო აღარა ვარ და რომ აი როცა დავინახავ ჩემშიო ჩაცხრა აი საყვედურის რაღაცა აი მე მეგონებდნენ სულ სხვანაირი მიმღებლობა აქვს მე ეს ეხლა როცა შენ მეგონებდნენ თავ შედეგზე გაითვალეთ აი მაგალითად შენ ადამიანს ეუნები ობიექტურად ის მას შეეშალა შენ ეუნები ამას ისე უნდა უთხრას მისთვის მისაღები გახდეს თუ შენ და იმ წუთში რო უთხრა ისეთი უარყოფით მოხდის მატარებელია შენი სიტყვა უკვე იმისთვის მიუღებელი გახდება და პრინციპულად არ გეტყვის არა ისე კი არა ისე იყო აი აცადე შენ თავს გავიდეს დრო მე მინდა უთხრა ისა გუშინ წირო ისე იყო იცი რა მე კი ბოდის ვიხდი მაგრამ რაღაც აბსოლუტურად სხვანაირად მიიღებს იმას იმიტომ რომ შენაგან ემოცია მისი სულ სხვანაირი ველი გაქვს და სხვანაირი სიყვარული მიდის ეს ყველაფერი მის გულთან ამიტომ მისთვის მისაღები ხდება შედეგზე უნდა გავითვალოთ ყველაფერი ამ შემთხვევაში ნებისმიერ ურთიერთობაზე ვლაპარაკობ ამით რა შედეგზე ამით შენ დაუშვათ უცებ ნათქვამით ან უხეშ და უხეშე მიგებით ან რა ეს ყველაფერი უნდა დაცხდეს დაალაგდეს როგორც ქრისტე გეუბნება უნდა დარჩეს სუფთა სიყვარული ხა და მაშინ გავიმარჯვებთ იმ აუცილებლად ეს გამარჯვება იქნება ჩემო და მამო აი მაგალითად აი ხელს რო უშლიან ხოლმე ერთმანეთს ამ შემთხვევაში და რო ამჩნევენ ხოლმე შეატყობინა მაგალითად აი ვიღაცა ეკლესიაში რაღაცას კითხულობს უკან ამში აი ამ შემთხვევაში უნდა შეამჩნიო თუ ვერ უნდა შეამჩნიო მამო თუ მართლა ლოცვაში ხარ გვერდზე ჩამლელი ან რაღაცა აი ხშირად ხდება ხოლმე ისე უზდელურად გამოიხედება და აი შენიშვნას მოგცემს აი გინდა რომ აი ხა იმ წიგნით აი ხო ხდებით მამო არის რა ეს მომენტი რა იმიტომ რომ როცა მართლა ლოცვაში ხარ შენ სირგული ვინც არ უნდა ტრიალებს რაც არ უნდა ხდებოდეს ამას იმდენად ვერ შეამჩნიო რა და როცა ეხა იმაზე ამახვილებ ყურადღებას რომ მე ეხლა აქ ვარ მაგრამ იმას შენიშვნას ვიცი ამას აუცილებლად ვიღაცას იპოვი ვიზეთ შენ სულიერი პროცესია ხა შენ დახადე სულიერი პროცესი ადამიანი ლოცული და სულიერი პროცესია ხო აი ერთი არის წეღარ მოთქვი შვინვიერი გრძნობითი ემოციური რომელიც დამოკიდებულია ახლა მე წავიკითხა ამ ლოცვას ნახე როგორი ღმერთი რაღაც ნუ ანუ მეორეა როგორ პროცესიცი აი გეხარ ხო მართლად გეხარ და გინდა აი ჩუმად როგორ არავინ გაიგოს არავინ დაგინახო რაც არ უნდა მოხდეს შენთვის არაფერი არ არსებობს მთელი სამყარო და იმიტომ იმასთან ახარ კონტაქტში ის არის შენ და ის არ და შენი ეს მთელი ეს აი ეს სინერგიული პროცესია და ეხლა მე როცა ხან აი სიმართლე გითხრა მე არ ვიცი ყოველთვის გამოსავალი აი მაქვს თუ არა პასუხი ყოფილა შემთხვევა რომ ვერ მომიძებნია აი თუნდაც უთხრა ადამიანს ისე ან რა უთხრა რო რაღაც ეს ვიცი რაღაცა საფუჭებს იქ მაგრამ რო უთხრა შეიძლება უფრო ვაწყენინო მოდი მას იქ და მივან აი ეს ყოველთვის არ გამოდის ესე ამიტომ კიდევ და ჩემთვის ეხლა დარჩა რაღაცა ესეთი პანაციასავით მოთმინება არის ყველაზე უნივერსალური ხერხი რომ განიმუხტოს ეს დამარცხეს ყველაზე ესეთი გამოცდილი ხერხია რომ ბოროტი დავამარცხო ჩვენში რომელმაც აი რაღაც უნდა რომ რაღაც რეაგირებები კონდეს ხო ამისათვის ბოლო სულ ამოხოლმე რომ არის სიმართლე და არის ჭეშმარიტება ეს განსხვავებული მცნებებია მე ესე აი როცა მაგალითად კიდევ ვიზახი ორი ადამიანი ერთმანეთს ორი ძმა ასე ვთქვა ნებისმიერ და ძმებივა და დებივა ერთმანეთს ეჭხუბება იმას თავის სიმართლე აქვს ამას თავის სიმართლე აქვს რო გაყონ ეს ცოტა მართალია ის ცოტა მართალია არა მაგრამ თუ ჩხუბენ ესენი სიმართლეს და ფასი
დაკარგა, იმიტომ რომ ჭეშმარიტება გათელებს ფეხებში. ძმები არ უნდა ჩხუბობდნენ, არ შეიძლება ერთმანეთს დაკნინება, დამცირება, დაჭაგვრა, ურთიერთთა სიმძიმე, უნდა წამოვაყენოთ ერთმანეთი, როცა რაღაც ხდება და ამიტომ გავყოთ ხოლმე უნდა ერთმანეთსაგან სიმართლე და ჭეშმარიტება. ჩვენთვის ქრისტია ჭეშმარიტება თავისი მიტევებით, მოთმინებით, პატიებით, სიყვარულით, მტრისიყვარული, ეს არის ჩვენი იარაღი და არსენალი. და შეხა შენ სიმართლეს რო ამტკიცებ, რა ფასი აქვს ადამიანურ სიმართლეს. იმ ჭეშმარიტებას და რომელსაც ჭეშმარიტება რა ჯობია, ძმების ჩხუბი ჯობია რაღაც სიმართლის გამო თუ შერიგება ქრისტესთვის, ახლა ეს ხო რა შედეგი მოაქვს ამას და რა შედეგი მოაქვს იმას. ამიტომ ვამბობ, ნუიცავთ თქვენ სიმართლეს. ყალბია და ამაოა ეს თქვენი სიმართლეები. ეს სასამართლოში კი არა ვარ, ჩვენ საკრებულოში ვარ, არა? ხა თუ შემდგომში გაგძელდა ქონებრივი დავები, კი ბატონო, მაგის სასამართლო არსებობს, მაგრამ მოდი ჯერ ეს სიყვარული, მე როცა ეს ამას ვერ აღადგენენ, თავის სიმართლეს იცავენ, მე მგონია ხანდახან სიმართლეს იყენებენ. იყენებენ, იმიტომ რომ ძმასთან განშორება უნდა, ძმასთან ამასთან კონფლიქტი უნდა. კონფლიქტი აწყოს, ვიდრე შერიგება აწყოს. ამიტომ იყენებს ამ სიმართლეს. ხო ესე იყო, ის უდასტურებს, ხო ესე იყო. მაშინ ესე იყო და მე შენთან ურთიერთობა აღარ მინდა და ამით თავდება გაიმარჯვა აიშმაკმა ხითხიტებს და ანგელოზებით განანატირიან, იმიტომ რომ ვერ შედგა შერიგება ძმობისათვის. ძალიან ფაქიზია, ძალიან დიდია. აი რას ვინარებთ? ეხა ხო არის ბევრი, ეხა თქვენ რასაც ამბობთ, ადამიანის ხასიათები არის. რაღაცა დრო მოვა და აი მართლა იმ მეწყופე, მაგალითად სტიქაროსანი ვიყავი 20-25 წლის წინ და მიმიცია ვიღაცა შენიშნა რაღაცა. ეხა მეცინება ხომ, ეხა სხვა სტიქაროსნებს ხო უყურებ, ეხა თავი რაღაც ანეკდოტები მეც გონებია რა, ეხა ყოფილა რა, რომ შემთხვე იქ რომ დადიხარ რაღაცნაირად გეჩვენება ხოლმე, ხან ყველაზე არ მომობ რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც სანამ ჩამოყალიბდები, რაღაცები რაღაც თავის დამტკიცებაში რო ხარ და ეს მომენტი, ეხა მეცინება ხოლმე, გვერდიდან რო უყურებ, ეხა ხვდები რას ვაშავებ, იმ წავს ვერ ხვდები ხოლმე, სხვათა შორის მამაო რა, ისე იმათ იმ ხელა პროცესში ხარ რა, რაღაცა თავი რომ მწვანე ის გონია, კიტრი და ამ შემთხვევაში მამაო, აი რას ვინარით, რაღაც დრო გავიდა, ჩემთვის ისეთი სასაცილო გახდა, ისეთი რაღაცეები, ვიღაცისათვის პასუხის გაცემა, რაღაცა რომ ყოფილა შემთხვევა რაღაცა ავარდებოდი და აი ვის დავტოვებდი უპასუხოთ მაგრამ ეხა უკვე აი სად არის ჩემთვის ეგრო აი რა სადღა დავტოვე ეხა ღმერთ ხო ის არასდროს თქვა არასდროსო მაგრამ რაღაცები აი რას მართლა უმცილოდ და გასცე პასუხი მაგრამ აი ეს მომენტი მამაო თუ შეიძლება მე ჩემს ხოვრებიდან გეტყვით დიახ აი რას ვინანებ ხო მე აი ეხლა რას ვინანებ ეხლა ამ მომენტში აი 65-ს გადავასწრე ვისაც არ ვაპატიე და სადაც არ მოვითმინე ყველაზე დიდი ტკივილებს მიტოებს ეხლა ის სადაც ვისაც არ ვაპატიე, სადაც არ ვაპატიე ვიღაცას რაღაცა, აი სიმართლის გამო რომ მემართალი ვიყავი და მან დააშავა რაღაც და რომ არ მოვითმინე რაღაცა რომელიც ყველაზე მეტად ამადამას არლა. ყველაზე მეტად ამადამას ყველაზე მეტად ეს რჩება ჩემ ტკივილად, რომ რაღაც ვერ ვასწორებ ამას. იმიტომ იმან იმცეთი ძიმე შედეგები დაიდო, ვისაც არ ვაპატიე, დავკარგე, დაიკარგა, ისე იყო და არ ვიცი ამას ეხლა რა გამოასწორებს, ღვთისწყალობა ალბათ იმედია რომ იქ თუმცა უფალი ყველაფერს მიგვიტევებს. ეხლა ეს ჩემი სინანულის აი მთავარი ეს ერთობა არის ამაში. არ მოვითმინე და დავკარგე და არ ვაპატიე და გული მტკივა რომ უნდა მეპატიებინა, იმიტომ რომ შემდგომში მეც ჩავიდინე იგივე რაც მან ჩავიდინა, ხო და რომ ეპატიებინა დღეს ახლა ერთად ვიქნებოდი და სიხარული იქნებოდა. მე ხო, მაინც ამის აუცილებელია მტრობა დავშორე ერთმანეთს. უბრალოდ ის რაღაცა იმ სიუხეშემ რაღაცა დააზიანა ისეთი რომელიც მუდმივად ჩემ არაფერი არ ჯობს ხო არა ერთობა ახაც უნდა აი დიდი ადამიანი რომელსაც პატიება შეუძლია უდიდესი ადამიანი რომელსაც მუთმინება შეუძლია ამაზე დიდი ადამიანური მიღწევა თამასაც აღარ არსებობს რა ეს აი ამაზე დგას სიყვარული დღეს სიყვარული თავისთავად ესე უყვარ იქნება არაფრისგან ხوار შეიძლება შეიქმნას აი ამაზე დგას რა ჯერ აპატია ადამიანს და მოითმინე და აი ეს ქმნის მერე სიყვარულს უკვე რომელიც სადაშორის მამა როგორი ის არის ხოლმე ისიც რომ ხანდახან არის ხოლმე რომ უყურებ ხო აი მაგალითად აი ხა ხვალე აი მე არ ვაპატიეს ხო ეს არ ვაპატიე ეს ნიშნავს რომ ამ მე ვფიქრობ რომ ცოდვაშია სიტყვაზე და მე არ ვაპატიე ხო ამით რომ ხვალე ის ადამიანი მოკვდეს ის ჯოჯოხეთში ხდება და მე როგორი ბოროტი გამოდივარ წარმოიდგინეთ ამიტომ აუცილებლად იქვე უნდა მოხდეს ის შენდობა რა და თან მამაო რა არის ეხა იმ დღეს ერთზე მეუნებოდა მამაო რომ აი ესო რა აი თან არ იყო კაი ისა რა ქვია ისეთი ის არ იყო ნუ ისეთი სიტუაცია იყო მაგრამ აი ხა რო შემოვაო იცოდეო რომ ქრისტე შემოვიდაო რა ეხა იმ ადამიანში მე ქრისტეს ნახდათ ვერ დავინახავდი ის მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც ღმერთო ისეო მოეკეციო და
საერთოდ სხვანაირად განლაგდა სიტუაცია. ახლა წამოდი სიტუაცია კიდე. მივედით უფროსთა საშინის სამჯავროზე და ჩემი გადარჩენა ამის მხრიდან პატიებაზეა დამოკიდებული, რატომ პატიებს? ხო და არ და მე მახსოვს რომ არ ვაპატიე რაღაცა. ხო, აი როგორია ხა. ამიტომ ჯობია აქვე ეს პროცესი აქვე დამთავრდა, სიხაოდ გვახსოვდეს ახლა ჩვენ გზას გავდივართ. არ შეიძლება შეცდომის გარეშე გზა გაიარო. მე ხა 65 წლის ადამიანი როგორ შეიძლება რომ იგივე სიმძიმედ კონდეს მაგალითად 25 წლის და 35 წლის ადამიანს. ან ახალ დამწყდა. ეს უნდა გასავლელი აქვს. მაგრამ კიდევ ძახი ამას დააგროვებს ამ განს მაშინ თუ ეკლესიაში იქნება. თორემ მე მინახავს ადამიანი რომელიც დღესაც გადაგამის ჯორიძიებას არა იმან რომ დაგარტყას ერთხე შენ ისეთ უნდა დაარტყა ორჯერ და ასე და ასე შემდეგ არ შეიძლება იმის პატიება ეს ასაკში შესული ჩემზე უფრო მაგრამ ეხლა მარტო წლეთა სიმრავლე ხო არ არის სიბზნეს ის არ არის როცა შენ ქრისტესთან ხარ ეკლესიაში ხარ იქ იძებს სიბზნეს აქ არის წყარო და სკოლა სიბზნისა და მე ავიცი ჩემს ყველას ვინცაც ხვდები ხოლმე ეუბნები რომ ნუ დაკარგავ დროს იმისათვის იმიტომ რომ ძალიან ცოტაა და არ ვიცი რა იქნება დავაგროვ ყოველ წვეთი ესეთი საუნჯე აუცილებელი არ არის რაღაცა ხანდახან არის ხოლმე რომ რაღაცა მათ ახლად გამოდიხარ ეკლესიიდან რაღაცა ხანდახან თქოს არაფერი გამოდიხარ არ არის ესე არ შეიძლება შენ ეკლესიიდან გამოყვე რამე და სიბიდან წაიღო ხანდახან პასუხი უბრალოდ ხანდახან ყოფილა რომ მე ჩემი კითხვის პასუხი 20 წლის მერე მე მიღია 10 წლის მერე მე მიღია ნუ გინდათ იმ წუთში რომ პასუხი შენ არ ახარ მზად ამისათვის უბრალოდ ან არ მიიღებ ამას ამიტომ მე ღორების დაგებულ მარგალიტზე არ იყოს მე უფალი მოუთხოვს აგი შენ მოგეც და შენ უარი და ხელი მკარი ამიტომ დაელოდე პასუხს რომ მზად იქნებ ისათვის რომ ეს პასუხი შენთვის გახდეს მისაღები უფალი მოგამზადებ ამისათვის და რაღაცა ხო თორე ყველაფერი ამ ხილულ ეკლესიაში არ არის ჩვენ რამე რაღაც ბევრი რაღაცა ჩვენ იქ გველოდება გასავითარებლად იქიდან მე კიდე მთელი პროცესი მთელი ცხოვრება ღვთის წიაღში უნდა ვიყვოთ ღვთის ტახტთან მსახურები და იქ კიდე უამრავი რამე უნდა მთელი ცხოვრება არის ღმერთთან მიახლოებისა ახალის დაუსრულებელის ღმერთ შემეცნების პროცესი ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა სხვათა შორის აი ხლა უბრალოდ რაღაც ნაკლებზე იმიტომ გამომახვილე ყურადღება რომ ბევრი ადამიანი ხართ ვინც მეუნებით ხოლმე აი გიორგი იქ ესე იქ ესე მოხდა. კი, მაგრამ მე ამის თითი ჩვენებით, ჩვენ ეკლესიას ვერ გავამდიდრებ და დაცვით კიდე. ოღონდ ცუდი კი არ უნდა დაიცვა. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამის გამჟღავნებით მე ვიღაცა ბევრი ადამიანი დაბკოლდება, მიხვდით? განა idеალური არსად არის, რომელი სამონტყოფო არის, ის სადაც ამონტყოფი არ არსებობს. არ არის ეგეთი სამონტყოფო. დაკეტილი სამონტყოფო. ჩვენ ჯეჯერობით ღია ვარ და სულ იქნებით. ჩვენი ეკლესია ღია და ამიტომ რახან ღია არის აქ იქნებიან პაციენტები, ავადმყოფები, განკურნებულები და ასე შემდეგ, მკურნალები, მღვდლები იგივე, ხო და რაღაცები იქნება ეს პრობლემები, იმიტომ რომ ეს პრობლემები რო არ იყოს, მაშინ უნდა დაკეტილი იყოს აქაურობა. და სანამ ის ხალხი დავდივართ, ვინც გარეთ ვართ, იგივენი ვარ და ამით ეხა მე ამის გამომზეურებით ვერაფერს ვერ შევძენ ეკლესიას პირიქით იცით რას ვიზამ გამოვიტან და ვინც სიტყვაზე ამაზე თვალხუჭას იმასაც გავახელინებ და დავაკარგინებ რას განამარტო ეკლესიას ამის უკან ღმერთს და არ შეიძლება ესეთი რაღაცა იმიტომ რომ ჩემ პირადი წყენა შეიძლება იყოს პირადი წყენა ვიღი ნებისმიერზე რაც არ უნდა ვინც არ უნდა ცუდად მოიქცეს მაგრამ ეკლესია სხვა არის ეკლესია ზიანი არ უნდა მიაყენოს შენმა პირადმა ეგოისტურმა წყენამან პირადმა რაღაცა აი მამო თუ შეიძლება ის რო ავხსნათ 2 წუთი დარჩა რომ აი ჩვენი პირადი რატო არ შეიძლება პირველში მე მინდა გითხრათ ნუ მიცემ საშუალება თქვენი манипуლირებისთვის ვინც გამოდიან და პირად მაგალითს რაღაცა შემთხვევას იყენებენ ეკლესიის ან ზოგადები და ეკლესიის წინააღმდეგ იცოდეთ რომ თქვენგან ეკლესიაში თქვენი შერყება უნდათ თქვენი ძირის გამოთხრა უნდათ ეს არ შეიძლება უფალი ამბობ დაფარეთ ერთმანეთის წოდვები სიყვარულით მიდით ერთმანეთთან როგორ დააფარა ორმაშულა და ერთმანეთთან ხო და ეხლა კონსტანტინე დიდან მივიდა ერთი უღდელი მოიყვანეს მაშინ უთხეს რომ ისურა ყვეო ეს უღდელი მრუშობდაო და ჩვენ მოიყვანოთ და მე მაგას არ ვიზავდი თქვენას იზავდი არო თავდახუჭავდი ისე გავივლიდო კონსტანტინე დიდმა უთხრა მე იმპერატორმა უთხრა ხა ეს თქვენი манипуლირების სახით ხდება მე ჩემთა ვიცი ეს ადამიანო ვაბობ ვიცომ ზოგიერთსა და ასე შემდეგ ნუ მისცემთ ამის საშუალება იმიტომ რომ ვითომ ებსურიამ წიფეს რაღაცას მაგრამ ყვახეს ურტყამის ინამდვილეში ვითომ ყვავს ესურიან და მტრედს კლამეს ინამდვილეში ეკლესიას ებრძვიან აი ეს ძალიან ესეთი შეპარული ძალიან დახვეწილი ფორმით აქვე ბოროტისა ამიტომ დაიც პირადი მაგალითები არ წარმოადგენს ეკლესიის
ეკლესიის ზოგად წეს, ნახეთ ეკლესია რას ითხოვს და აბა დაიცავით თქვენ თავში ესა და მე მოსთხოვეთ სხვას პირობითად. დაიცავით ეს ყველაფერი თქვენ თავში, დაიცავით ეკლესია თქვენში და თქვენ კიდე ეკლესიაში იყავით მუდმივად. თუ გინდათ იყო დაცული და არ აყვეთ ამ ღრიე ტალღებს, რომელიც დღეს ეკლესიას ფარული სახით ძალიან დახვეწილი ფორმით ებძვის და ანგრევს. ძალიან დახვეწილი ფორმით ებძვის და ნუ იქნებით კიდევ ვიძახი სხვისი ინსტრუმენტი სხვის ხელში ჩამოკარგოთ სულ ინსტრუმენტი. გიყვარეთ ეკლესია, გიყვარეთ ეს არის ცხონების წიაღი. ეკლესია და ჩვენი სამშობლო ერთი წიაღია. მართლა მიწირულის ამოთქვა ჩვენი ქვეყანა და ესეც ებძვიან რაღაც პატარა მაგალითებით უნდათ რომ საქართველო დააზიანონ და აი მე რაღა აქ დავიბადე მე ქართველები ცუდები ვართ აი ეს ჩემთვის არის ყოვლად მიუღებელი არ შეიძლება ესეთ რაღაც უღრმესი მაგრამ ძალიან დიდი მას სამწუხაროდ ჩვენ დრო ამოიწურთ თორე ძალიან დიდი სიამოვნებით კიდე ერთი საათი მოგისმენთ პირობა მომიცით რომ კიდევ მობრძანდებით ძალიან იცოცხლე ჩემოსაყვა დიდი მადლობა რომ ხართ ქალბატონ ნინოს მოვიკითხა ფოფოდიას და იმ ადამიანებს მოვიკითხა ვინც აი მართლა კაი ხალხი ჩვენი ოჯახები დაალოცოს უფალ დიდი მადლობა მამაო თქვენი ოჯახისთან მართლა ყველას მოვიკითხა ყველა სასულიერო პირის ცხოვრება ძალიან რთულია და თან სასულიერო პირის ოჯახის წევრობა ძალიან რთულია იცოდეთ ეს ძალიან და გაუფრთხილეთ ერთმანეთს და რაღაცაით აი ბოლო წამს ვიტყვი უბრალოდ რომ აი ეკლესიაში ცუდ ადამიანზე რომ ლაპარაკობენ ხო აი ნებისმიერ ის ვინც ისმენთ ხო ამას ხო ის ცუდი ადამიანი შეიძლება ისევ ცუდი დარჩეს ან გამოსწორდოს აი მაგას უკვე მნიშვნელობა არ აქვს იცით რატო ამბობენ ის ცუდი ადამიანი რომ გამოჩნდება თქვენ რომ არ მიხვიდეთ ამით ეკლესიაში აი წარმოიდგინეთ აი რამხელა პრინციპია აი ხო არაფერი თითქოს გიყვები ვიღაცა მღვდელზე რომელიც ცუდია და ამ დროს ამ ცუდი მღვდელი ჩე რო არ მიდიხარ ეკლესიაში ვინ კარგავს ის ცუდი ისევ ცუდი დარჩება ან მე ჭორიკანა დარჩები ის ყველაფერი სიტყვაზე მაგრამ თქვენ ხო კარგავთ აი ამიტომ არ შეიძლება სხვაზე ლაპარაკი იმიტომ შენ შთაბეჭდილებას გაქმნევინებ უკვე ზეცაზე აქ და უკვე შენთან მრუდე შთაბეჭდილებას და ცუდია გიმრუდებ ტვინს და ეგ არის პრობლემა და გეხვეწებით არავის არ მოусმინოთ როცა სხვას განიკითხავენ გთხოვთ რა იმიტომ რომ ძალიან ცუდად იმოქმედებს ეს მე თქვენზე აისახებ ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერ სიკეთეს პატიმრებს განსაკუთრებით აი ჩემი დიდი პატივისცემა იმიტომ რომ გიორგობას ყველაზე მეტმა პატიმარმა დამირეკე და უღრმესი მადლობა ამისათვის ბედნიერებას გისურვებთ და წარმატებებს და ხვალ დაგეუნებით საღამოს მამა ლუკას უპატაშვილთან ერთად მამა დავით ლონდარიძე გახდა ჩვენი სტუმარი და მე გახდით გიორგი დარასელია კარგად ზანდებოდეთ დროებით